შენობა, რომელიც ადგილში მუსლიმი და ქრისტიანული მოსახლეობის სადაო საგნად იქცა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შევიდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა. 7 პუნქტიან შეთანხმებაში ნათქვამია, რომ მოხეს ტერიტორიაზე არსებული შენობა არის სადაო ნაგებობა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცა. მუსლიმებს ალტერნატიულ სამლოცველოდ 1400 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა და სახელმწიფო ვალდებულებას იტოვებს დაეხმაროს მათ სამლოცველო პირობების შექმნაში. კომისიამ მუშაობა უკვე დაასრულა. გადაწყდა მოლაპარაკების გზით მრგვალი მაგიდის გარშემო ურთიერთ კონსენსუსის, ურთიერთ შეთანხმებისა და საბჭოებში მიღწეული შედეგი, რომ ერთის მხრივ არ იქნეს, ასე თქვათ, უზრუნველყოფილი, არ იქნეს დარღვეული რელიგიის თავისუფლება რომელიმე მხარის ხარჯზე, მეორეს მხრივ არ გახდეს ეს ურთიერთშუღლისა და დაპირისპირების საფუძველი. სამუშაოების პროცესში ჩვენი სპეციალისტებიც ადგილზე ჩავლენ და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს, რაც მისი დაცულობისთვის ეს იქნება შესაბამისი ღობის გაკეთება, თუ კედლები, რომელსაც პრობლემები აქვს, იმათი კონსერვაცია და ასე შემდეგ, ის რომ ასე ვთქვათ, ესე დავარქვათ, ტურისტულად საინტერესო გახდეს.